მოკლედ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეს არის ეს ორი მანქანა ჩვენი განხილვის თემა, ვოლგა გაზ 2402 აეროფლოტი და რაფ 22031. და დღეს უნდა გავიხილო ეს ორი მანქანა. ესეთი ორი ცალის ბოთლისფერი და ცისფერი არის საბჭოთა კავშირის დროს დამზადებული ბოთლისფერი დიაგოსტინი. კონკრეტულად ეს ორი მოდელი მინდოდა გამიხილო. პირველი დავიწყოთ ამით. RAP 2201 იგივე დამზადებულია საბჭოთა კავშირის დროს. დამზადებულია საბჭოთა კავშირში. Made in USSR. RAP 2201. 1.43 მასშტაბის. ესეა. და რაც შეეხება ამ მოდელის ისტორიას. ვიწყებთ პირველი ამით. ეს მოდელი გამოდის 70-იანი წლებიდან. უშვებს უშვებდა უფრო სწორად. რიგა მოგეხსენებათ იყო გორკის შვილობილი კომპანია და ერაზი იყო რაფის შვილობილი კომპანია. ერაზი სომხეთში იწარმოებოდა. ეს მანქანა შელახულია. ამას მარტო სარკე აკლია მეტი არაფერი არ აქვს. წარწერები აქვს წაშლილი. რული არ აქვს. მივაკარი სკოჩით რა სამთეჯერ მე დავარდებოდა რა. ცოტათი დახეთქილი რაღაც ცოტათი აქ. არ ვიცი. პროჟექტორები აკლია აქ. ტრიალებს ეს პროჟექტორები აქ. ესე ტრიალებს პროჟექტორები. უკანაც აკლია პროჟექტორებს, სტოპები აკლია რა ცოტა პატარა ბამპერები გქონდა იგენით აკლია. ეს კაკეკილი აქ. ეს ტრიალებს სკამი. აქ ქონდა ხედავთ იმას ვხედავთ. საკაცე ქონდა რომელიც იწეოდა გორგოლაჭებიანად და რომელიც დაიკარგა. არც ამის ყუთი არსებობს არც. ხედავთ შალახულია ეს კონკრეტულად ეს მოდელი და რაც შეეხება ამ კონკრეტულ მანქანას მოდელს. ესეთი იყო სარმარშრუტო ტაქსები. ყველანი იყო სარმარშრუტოც იყო, სასტრაფოც იყო, მილიციაც იყო, სახანძროც იყო და როგორ გითხრათ რა. ეს მანქანა იყო სასტრაფო სამედიცინო მანქანა და ესე იგი მოგიყვებით ამ ისტორიას. თვითმფრინავის ბიჭების ამბავი თუ იცით. ძეულები არის ერთი ფილმი, რეზო გიგინეიშვილმა გადაიღო. კიდე დოკუმენტურ ფილმშიც არის ნაჩვენები ეს მანქანები, როგორ მიდიან აეროპორტში მიიმართებიან. კიდე 1990 კიდე ფილმშიც რო არის ბრძოლებში რო არის ნაჩვენები ესეთი მანქანები, რაფები. კიდე არის 1999 წლის 9 აპრილს, როდესაც მომიტიგე ტრაგიკულ დღეს ესეთი მანქანებიც იყო. აფხაზეთის და საბაჩაბლოს ომშიც იყო და როგორ გითხრათ ახლა ეს მანქანა იყო სამედიცინო ესეთი სოფლებშიც დადიოდა. მოკლედ რაც შეეხება ამ მანქანას 1996 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაანაცვლა რაფი ჰუნდაი და ესენი დაიშალა ნაწილებლად. როგორ გითხრათ, მაგრამ ხედავთ სტოპები არ აქვს. ბამპერები დარჩა რაღაც გალქიქილი რაღაცები აქვს. ეს პროჟექტორებიც აღარ აქვს, სამწუხაროდ დაიკარგა რამდენიმე ნაწილი. და ფაქტიურად ესეთ მოდელია რა. ბამპერი აქვს მარტო აქ. და რავი რა, კიდე შვენიერი მოდელია რა. ეს ერთი იქნება 40 წლის წინანდელი. არ ვიცი, მაგრამ 8 მანეთი იყო თუ არ ვცდები ეს მოდელი პატარა მოდელი რო იყო. ტურბოს დაკლეიკები იყო, საღეჭი რეზინები, იგივე ჟუვაჩი კარუსულად რო ვთქვათ. საღეჭის რეზინები იყო და იგი მოყვებოდა ეს მანქანაც რავი რა. მაგრამ ესეთი დიაგოსტინისაც არსებობს. და იმისიც არსებობს რა თქმა უნდა ეს ხელნაკეთიც. კარგით, ახლა გადავიდეთ ამ ვოლგა 2402-ზე. აეროფლოტზე. ჩაულებრივიც მაგ და სედანიც მაგ ერთი სარკე ეკლე მარტოდ. ეს
ესეთი ხელნაკეთიც არსებობდა დიაგოსტინიც, ეს დიაგოსტინია. დამზადებულია ჩინეთში, made in China. წარწერა დიაგოსტინი ვოლგა გაზ 2402 ვოლგა. და 53 მასშტაბი. ეს ფურგონია, მოგეხსენებათ. აქ წერია Aeroflot. აი წერია აქ. წერია Aeroflot წერია აქ. არ ვიცი როგორ გითხრათ, აი ეს წერია ფაქტიურად. აი აქ Aeroflot, აი უკან წერია follow me. მომყევი, იგივე მომყევი რა მნიშვნელობა. აი რუსულად წერია. ვოლგა წერია. აქ ხანდახან ანტენებიც ქონდა ხოლმე ამას და მიკროფონები და ისინი რა ქვია, რაციები ქონდა. ეს თანათებდა კიდეც ეს. ეს სარკე პატარა ერთი სარკე აქვს მარტო. ესეთი ხელნაკეთიც იყო. აუ არის. ასეთი სასტრაფოებიც იყო, ჩაულებრივიც იყო, მაგრამ დიაგოსტინიც არის და ხელნაკეთი. და რაც შეეხება ამ კონკრეტულ მაგალითს, ეს აცილებდა თვითმფრინავს აეროპორტში და მოაცილებდა თვითმფრინავს. მოგეხსენება თვითმფრინავს აეროპორტში მსახურობდა ეს მანქანა და სხვა მანქანებიც იყო follow Aeroflot-ი 01 მოსკოვში როგორ გითხრათ აბა სხვა მოსკოვში ეგენი მანქანები იყო და რა როგორ გითხრათ რაფით შეიძლება და უაზით არ ვიცი. თან ესეთი მოდელები რუსეთში კი იქნება. ასეთი მოდელები. კონკრეტულად Aeroflot-ზე თვითმფრინავს აცილებდა და Aeroflot-ი დღესაც კომპანია Aeroflot-ი დღესაც არის რუსეთში მოქმედებს. რომელიც ჯერ ამაღა Aeroflot-ზე არ გვაქვს საუბარი, მაგრამ Aeroflot ვოლგაზე გვაქვს. რომელიც უკვე არის დიდი მანქანა, შედარებით უკვე Aeroflot-ი არ ვიცი რამდენი ხნის კომპანია, მაგრამ აი Aeroflot-ზე თუ დააკვირდებით და Aeroflot-ის ლოგოზე და არა ვოლგაზე არ ვიცი, საბჭოთა ის აქვს, ნამგალი და ურო. დღესაც იგივე ხდება რუსეთში. ხედავთ ესე. და რავი რა როგორ გითხრათ რა აი აქ წერია follow me, გამომყევი, ვაზებიც იყო ესეთი ლურჯი ფერებისაც იყო. რავი აბა როგორ გითხრათ ახლა ეს მანქანა მომწონს მე. ოშ 8 თვე არ უკვე რაც მაქვს ეს მოდელი და ეს კიდე 1 წელი. ეს ჩამომიტანეს მერეთიდან. რავი რა არ დაგავიწყდეთ არხის გამოუწერა და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. მე დაგემშვიდობებით, ბედრიან ახალწლებს გისურვებთ. რამე ინფორმაცია თუ გამოვტოვე, რავი, შეგიძლიათ ნახოთ, რავი და როგორ გითხრათ რა. კარგად ბრძანდებოდეთ და ბედრიან შობა ახალწლს გისურვებთ. ნახვამდის.